მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში. მსახიობობა ჩვენთვის ასოცირდება თამაშთან, როლებთან, ოვაციებთან და ბედნიერ ემოციებთან. თუმცა ეს არის გაცილებით ღრმა ემოციური პროცესი, რომელშიც ადამიანი ყველაზე ახლოს მიდის საკუთარ თავთან. მინდა წაგიკითხოთ ენტონი ჰოპკინსის სიტყვები. მსახიობობა სულიერი მოგზაურობაა თვით შემეცნებისკენ. ეს არის საკუთარი ეგოს შრეების ჩამოშლა და იმ საერთო უნივერსალურ ჭეშმარიტებებთან მიახლოება, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუმცა ამ პროცესს ყოველთვის ახლავს ჩუმი ეჭვები, შიშები და კითხვა, რომელიც მუდმივია, ვარ თუ არა საკმარისი. დღეს ჩემთან ერთად არის მსახიობი ანკა ვასაძე, რომელთან ერთადაც მინდა სწორედ ამ გზაზე ვისაუბრო და უკეთ გაგაცნოთ ის როგორც ადამიანი. მოგესალმები ანკა, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვუყურე მე შენს პოდკასტებს და მინდა გითხრა ძალიან დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა განსხვავებული, გულწრფელი, ესეთი ღირებული არის შენთან სტუმრების მოსმენა, საუბრის ნასაუბრებით როგორც არის. და კიდე ის მომეწონა ყველაზე მეტად, რომ სწორედ ენტონი ჰოპკინსის ეს სიტყვები გაიხსენე იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს პროფესია, რაც გარედან ბევრად უფრო ლაღი, ლამაზი და ესეთი ჩანს ბრჭყვიალა. ანკა, ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ძალიან მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ და მინდა რომ ძალიან გულწრფელად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ დაიწყო შენს ცხოვრებაში ამ საქმეზე ფიქრი საერთოდ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბავშვობიდან გინდოდა რომ მსახიობი ყოფილიყავი და რაში გამოიხატებოდა ეს შენი სურვილი, აი საქციელის კუთხით. ბავშვები რომ ოცნებობენ, ვიცი რომ განასახიერებენ რაღაც როლებს, სარკის წინ თამაშობენ, აი შენ რას აკეთებდი ხოლმე? არ მახსოვს, როდის ვთქვი პირველად, რომ ვიქნებოდი მსახიობი, იმიტომ რომ რაც ჩემი თავი მახსოვს, სულ ეს მინდოდა და სულ ამას ვამბობდი, როგორც ყველა ბავშვი, ისე მეც სარკის წინ, ოჯახის წევრების თვალწინ თამაშობდი, სულ რაღაც როლში ვიყავი, კონცერტებს ვაწყობდი და ამით პრინციპში დიდად არ გამოვირჩეოდი, იმიტომ რომ დღესაც რომ ხვდებიან 10 ადამიანიდან მინიმუმ 6 მეუბნება, რომ უნდოდა მსახიობობა ბავშვობიდან, მერე გადაიფიქრა, ან არ ჩააბარებინეს და ეს ისეთია ბავშვობიდან ძალიან მომხიბლავი ყველასთვის. მაგრამ არ ვიცი სხვათა შორის რატომ მინდოდა, რაღაცნაირად თითქოს დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ბრჭყვიალა ცხოვრების მიღმა ეს უნდა მეკეთებინა. ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობის გამო მინდოდა, რომ მთელმა მსოფლიომ გამიცნოს და მე რაღაცნაირად ალბათ იმიტომ რომ ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც ვიზრდებოდი, ვიცოდი რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს პროფესია. და თითქოს ვემზადებოდი ამისთვის ბავშვობიდან. ვიდრე შენს ოჯახზე ვისაუბრებთ, აუცილებლად მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ. მაინტერესებს როგორი იყო პატარა ანკა, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ენერგიული და ცელქი ბავშვი იყავი და მსმენია რომ ასევე სკოლაში გქონდა პრობლემა, გრიცხავდნენ მესამე კლასიდან, იმიტომ რომ ბიჭი ცემე. არა მარტო მესამე კლასიდან, ეს ხშირი შემთხვევა იყო. მერვე კლასში საერთოდ აკრძალული მქონდა რამდენიმე გაკვეთილზე დასწრება. იმიტომ რომ სანიმუშო ქცევით გამოვირჩეოდი. ძალიან ენერგიული ვიყავი. ქარიზმატულიც, გულჩათხრობილიც, არტისტული, არ ვიცი. დღეს რომ ვიხსენებ ხოლმე ძალიან მინდა რომ არ დამავიწყდეს როგორი ვიყავი ბავშვობაში, როგორი თავისუფლება მქონდა. რა თქმა უნდა, მე იყო რაღაც პერიოდი, როცა ცოტა არეული ვიყავი ისევე როგორც ყველა ადამიანი, მაგრამ ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მაგონდება მაინც. ყველა იმ სურთულის მიუხედავად, რაც ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გამოვლილი სხვადასხვა ეტაპზე. დიდ სიყვარულში ვიზრდებოდი, ეს იყო მთავარი და ზოგ ადამიანს ხვაკლია სიყვარულის დანაკლისი აქვს და მე პირიქით ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღების ქვეშ ვიყავი. და ალბათ ამის გამო უფრო მქონდა შეგრძნება, რომ მე მათთვის იმედი არ უნდა გამეცრუებინა და არ უნდა შემერცხვინა.
მოდი ვისაუბროთ შენს ბებიაზე და ბაბუაზე, რომლებიც ძალიან ცნობილი მსახიობები იყვნენ, აკაკი ვასაძე და მარინე თბილელი. თვლი, რომ ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გენეტიკურად გადმოგეცა ამ სფეროს მიმართ სიყვარული, ან იყო მათი გავლენა, აი როგორ უყურებდი ამას ბავშვობიდან და თუ გახსოვს მათთან ურთიერთობა, რა მოგონებები გაქვს? აკაკის ვერ მოვესწარი, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ძალიან პატარა 8-9 წლის როცა გარდაიცვალა, მაგრამ მარინა კარგად მახსოვს. თან როგორც კი დავიბადე, იქვე დაინახეს რომ მარინას ძალიან გავარდა, თვითონაც ძალიან ახარებდა ეს. მახსოვს დავდიოდით სტუმრად, მართალია უკვე ჯანმრთელობის კუთხით ცოტა ვერ იყო კარგად, მაგრამ კარგად მახსოვს და ძალიან მიხაროდა მე ეს ამბავი, რომ მოკლედ მარინას მამსგავსებდნენ. რა თქმა უნდა, რაღაც გავლენა ალბათ იქონია, მე ხშირად მიფიქრე, რომ შეიძლება იქონია გავლენა, შეიძლება არ იქონია გავლენა, იმიტომ რომ ეს ჩემი რაღაცნაირად შინაგანი ბუნება და შინაგანი მოთხოვნილებაა, რომ ამ პროფესიაში ვიყო. და ჩვენ პროფესიაში არის ჩემი ბევრი კოლეგა, რომელის არც ოჯახის წევრები, არც ნათესავები საერთოდ ხელოვნებასთან არ იყვნენ ახლოს, მაგრამ ცხოვრებამ ამ გზით წაიყვანა და ისინი ძალიან კარგად და ესე წარმატებით არიან ამ პროფესიაში. არ ვიცი საბოლოოდ. პრინციპში ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი, ვინც ჩემთან ერთად იზრდებოდა, ჩემზე ცოტა დიდები თუ პატარები, არც ერთი არ წასულა საერთოდ ხელოვნებისკენ. ამიტომ ეს ალბათ რაღაცა არჩევანია, რაც ადამიანს კი შეიძლება რაღაც სტიმული მიცეს უბიძგოს, მაგრამ საბოლოოდ რაც გვინდა, მაინც იქით მივდივართ ხოლმე. მით უმეტეს უკვე შეგნებულ ასაკში. ბაბუის სახლ-მუზეუმში იზრდებოდი, ხო? აი ამასაც როგორ აღიქვამდი მაშინ? ის შენთვის ჩვეულებრივი ბაბუის სახლი იყო თუ ხვდებოდი რომ რაღაც განსაკუთრებული იყო და როგორ აკვირდებოდი, ვიცი რომ ბევრი სურათიც ეკიდა, სადაც ასე ვთქვათ სხვადასხვა კოსტუმებში იყვნენ გამოსახული, ხო? და საერთოდ ვერ იცნობ, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა როლში, სხვადასხვანაირი გრიმით და აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანია. მე ჩემთვის ესეთი მოცემულობა იყო იმ სახლში დავიბადე და დაბადებიდან უყურებდი ამ ფოტოებს. მერე უკვე მე თვითონ არ ვიცი რამდენად გრძნობდი რომ რაღაც განსაკუთრებული იყო მისი როგორც სამსახიობო კარიერა, ისე მისი ორტომეულია ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის. ამას უფრო სხვა ადამიანები მაგრძნობინებდნენ ალბათ. მე პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ ბაბუის ბაბუას ქონდა ბაბუა ჩემზეც დიდი გავლენა და მამა ჩემზე და მამიდა ჩემზეც, იმიტომ რომ მათ ახსოვდათ. რაღაც საუბარი უკვე ცოტა სერიოზული უკვე ქონდათ მოსწრებული, სანამ გარდაიცვლებოდა, მაგრამ პრინციპში ჩემთვის იყო ადამიანი, რომელიც არასდროს არ მინახავს და რომელზეც რაღაცები ლეგენდები დადიოდა, ასე ვთქვათ, უფრო ეს ხო, ეს იყო. მერე უკვე მქონდა იცი როგორი შეგრძნება პასუხისმგებლობა ისეთი. მე კი ხვდებოდი, რომ მე როგორც ცალკე ადამიანი არ ვიკვეთები ახლა მაინც და მაინც საერთოდ არ მინახავს, არ მოსწრები ვარ, მაგრამ აი ესე რო გელაპარაკებდა ის დიდი და სადღა არიან ისეთი დიდები და აი უცებ მეგონა რომ ვერ ჩავაბარებ თქო თეატრალურში. და რო ვერ ჩავაბარო, აი რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რო არ გამოვიდეს, ამ შიშმა ისე შემიპყრო, აი ჩაბარებამდე 2 წლით ადრე. რო რისთვისაც აი მანამდე ესე მზად ვიყავი, უცებ რაღაცა ახალი აზრი შემოვიდა საერთოდ ჩემში. იმიტომ რომ მე არ დავდიოდი არც სტუდიებში, იმიტომ რომ თვლიდნენ რომ ეს აფუჭებს და ჯობია რომ თეატრალურში მიიღოს განათლება. არც სცენას ვიყავი შეჩვეული, იმიტომ რომ ერთი აი ქართულზე დავდიოდი და ისიც ერთხელ ქონდა კონცერტი და არ დავდიოდი ამ ქართულზე დიდად არ ვიკლავდი თავს. ამიტომ თვითონ სცენასაც არ ვიყავი არაფრით შეჩვეული. როგორც მაყურებელი, სპექტაკლებზე ხშირად დადიოდი? არ ვიცი, ალბათ 2 წლიდან დავყავდი დედაჩემს სულ ოპერაშიც, თეატრშიც, მახსოვს კავკასიური ცარცის წრეც
ოღონდ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავის გახსნა არ იყო ეს, ბევრად ადრე იყო ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ითამაშეს და მახსოვს დედა ჩემი მეუბნებოდა რომ როლსო მარინა თამაშობდა ობებია ჩემი ეს კადრებად მახსოვს იმდენად პატარა ვიყავი. ხო. მერე უკვე რო წამოვიზარდე თეატრალურ სარდაფში, რუსთაველზე, გვერდზე ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ სარდაფი კლუბი, რაც რაღაც კულტურული თავშეყრის ადგილი იყო და უკვე იქ ვუყურებდი სპექტაკლებს და ძალიან კარგად მახსენდება ეს დრო. ნიშნულოვანი იყო ალბათ ის ეს კულისები, ეს რაც უცხოა ხოლმე უცხო თვალისთვის, ის ყველაფერი შევიგრძენი, დავინახე და უკვე დავრწმუნდი, რომ მინდოდა ნამდვილად ამ პროფესიაში ყოფნა. ხო, ანუ კულისებს მიღმა შენთვის უცხო არ იყო და იცოდი რა ხდებოდა და კიდევ უფრო გინდოდა. პრინციპში შენთვის ეს პროფესია რეალისტური იყო, იმიტომ რომ ის მომენტი არ გქონია ალბათ რომ მარტო ბრჭყვიალ მხარეს ხედავდი, ანუ შიგნიდანაც ხედავდი რა ხდებოდა, იმ ნეგატიურ მხარესაც ხედავდი და მაინც გინდოდა მე როგორც მივხვდი. იმ ადამიანებს რომლის გაცნობაზეც ოცნებობ და ხალხი ვიცნობდი, აი ეს თითქოს ნამდვილი სურვილი მიმიწევდა, რომ როგორ ავხსნა არ ვიცი რის თქმაც მინდა ხო ის გარედან ბრჭყვიალება რაც არის ერთი შეხედვით რაც მომხიბლავია ის არ მინდოდა აი ნამდვილად იყოფნა მინდოდა თავის ყველაფრის შეგრძნებით ხო ყველაფრით ხო თან აი ბავშვობიდან რო გესმის რაღაც ისტორიები უკვე თითქოს მზად ხარ რომ ცოტა სქელი კანი გამოივა ამ პროფესიისთვის არ დანებდე მარტივად იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ბევრად სუსტია და შეიძლება ერთმა წარუმატებელმა შემთხვევამ დაანგრიოს და ეს არ შეიძლება უნდა იბრძოლო ბოლომდე და აპატიო საკუთარ თავს და სხვებსაც შესაბამისად და ის რომ თუ ერთხელ რაღაც წაიქცევი მაგალითად ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა დანებდე და ჩამოხვიდე სცენიდან და ადგე და გააგრძელო რაც ბუნებრივია ის სცენაზე რაღაც შემთხვევაც რომ მოგვსვლია ხოლმე თუნდაც ფიზიკური ვერაფერს ვერ ვგრძნობ და რომ გამოდირი ეს კი მაგრამ სად მივარტყი ისე რომ ან თუნდაც სისხლი წამომივიდა ან რაღაცა ჩამილურჯდა ვერ ხვდები იმიტომ რომ იქ რაღაცნაირად ძალიან კონცენტრირებული ხარ შენ საქმეზე სინამდვილეში ძალიან ბრჭყვიალა და ჯადოსნურია ეს ყველაფერი არ მინდა რომ ხცუდი მხრიდან ვისაუბრო მარტო უბრალოდ ბევრად რთულია ვიდრე ესე გარედან ჩანს და ბევრად სასიამოვნო და მაგიური ვიდრე შეიძლება ეს წარმოიდგინო გარედან. ანკა ეს სფერო როგორც ამბობენ არის განსაკუთრებით უსამართლო. აი ბევრ უსამართლობას შეხვედრილ ხარ შენ? აი მე როგორ ვთქვა რომ უსამართლოა თქო ხო ვიქნები უმადური. ზოგადად კი იმიტომ რომ არის გამართლებაზე ბევრი რაღაც დამოკიდებული. ანუ საქართველოში ეს პროფესია ხო მაინც უფრო მეტ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად გიწევს, რომ ელოდო იმას, რომ როლი მიიღო და არ არის სტაბილური ასე ვთქვათ, ხო? საზღვარგარეთ კიდევ უფრო, უბრალოდ საქართველოში ერთი ის განსხვავდება, რომ შენ თუ ეკრანზე გამოჩნდი, უკვე იქ რაღაცები შვიდად გაკარა, მხოლოდ ფინანსური ამბავიც უკვე სხვანაირად მიდის შენი ამბავი და საქართველოში არ ვიცი შეიძლება ის იყო ვარსკვლავი და ჩვეულებრივად ცხოვრობდე როგორც საშუალო ფენის წარმომადგენელი ცხოვრობს. თეატრში ყველგან უჭერთ სხვათა შორის ჩვენ იტალიელებთან ერთად გვიმუშავია, რომლებიც აქ ყიდულობდნენ ფეხსაცმელებს და გაგიჟებულები ვიყავით და გვეუბნებოდნენ რომ აქ იაფიაო, მაგრამ იცი რა არის ყველაზე რთული ჩემთვის, აი საზღვარგარეთ როგორც არის თამაშობენ სპექტაკლს და ამ სპექტაკლს თამაშობენ მარტო 2 წელი. აი ხო შეიძლება რომ გაგიჟდე. ესეა საბერძნეთშიც თამაშობენ, ვთქვათ, შეიძლება 3 კვირა ან მაქსიმუმ 2 თვე დგამდნენ, მუშაობდნენ სპექტაკლზე, მერე თამაშობდნენ ან 2 კვირა, ან 2 წელი, ესე კონტრაქტებით არის. აქ თამაშობთ სულ თუ არ მოიხსნება. თეატრალურ სხვა სპექტაკლს თამაშობთ და ეს მრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რო წარმომიდგენია რომ ისე იყოს, რომ ერთი და იგივეს თამაშობ სულ, არ ვიცი, ალბათ ძალიან რთული იქნებოდა. და რაც შეეხება
სირთულეს გააჩნია ყველაფერს მე მგონი როგორ შეხედავ რა. ძალიან რთულია. დაღლილობისგან მიტირია. რაღაც ეს ემოციებს რო ვეღარ იკავებ უკვე და ჭამის დრო რო არ გაქვს ხანდახან ისეთი დატვირთული რო ხარ, მაგრამ ეს არის ყველაზე ესეთი ბედნიერი დრო, როცა საჭირო ხარ. აი ესეც გვაქვს ხოლმე მსახიობებს, რომ დაკავებული ვარ, ესე იგი საჭირო ვარ და ეს რაღაცნაირად გვამშვიდებს ჩვენ. ესეც ასიამოვნო. ხო, ძალიან რთულია მსახიობისთვის, რომ გაჩერებული იყოს. სპექტაკლებს რო არ თამაშობდი, ესეთი სიტუაცია მქონდა მხოლოდ პანდემიის დროს. და შარშან იყო 2 თვე ესეთი 100 დღე. და ძალიან რთულია მსახიობისთვის ეს. მაგრამ მე ისე შევეჩვია იმას, რომ არასდროს არ მცალია, რომ თუ მაქვს მაგალითად 2-3 თვე ისე, რომ ახალ სპექტაკლზე არ მუშაობ და რეპეტიციები არ მაქვს და პარალელურად ვარ ახლა ამჯერად ვარ 12 სპექტაკლში. 2 თეატრში. აი უკვე რაღაც გემართება, მაგრამ ვიცი რომ ცოტა ხანში გასტროლები გვაქვს და მე დავიწყებთ ახალ სპექტაკლზე მუშაობას და უკვე მშვიდად ვარ. იმიტომ რომ მთელი პროცესია, როცა გიყვარს შენი პროფესია, ეს ბრჭყვიალება და მასე რა ქვია, თავის დაკვრის დროს ყვავილები კი არ არის მთავარი. აი ეს პროცესია თამაშის მუშაობის, ისიც როცა აი ფიქრობ რომ რა ჯანდაბა მინდოდა პრემიერის წინა ესეთ გახარ და აი რა მინდოდა, იმიტომ რომ ამ დროს გული ისეთ მდგომარეობაში გაქვს ისე გეშინია მაგრამ მე მგონი ესეც რაღაც ჩვენი პროფესიული მაზოხისტური ესა. რომ თითქოს რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც ყოველი სპექტაკლზე გავსვლის წინ ნერვიულად მსახიობები, ხო? რამე გაქვს შენი რიტუალი, აი რო გადიხარ, რას აკეთებ? სანამ განსაკუთრებული არ მაქვს ესე რომ ვთქვა, მაგრამ აი ზოგი ხო ლოცულობს, რაღაც საკუთარ თავთან მარწორჩება, ხო? მაგრამ რო ვთქვა რომ განსაკუთრებული რიტუალი მაქვს, ესე არ არის. აი რაღაც სპექტაკლს აქვს ხოლმე თავის თილისმა, შეიძლება კონდეს ან სუნამო, ამ პერსონაჟის სუნამო არის, ესე კონკრეტულად. იცი განსაკუთრებით არ ვცდილობ ხა ესე რომ რაღაც რიტუალი მქონდეს, უფრო არის მნიშვნელოვანი ის რომ მუშაობის პროცესში ვიწერ, აი ბოლო პერიოდში ვიწერ რაც მნიშვნელოვანია ამ სპექტაკლისთვის, ჩემთვის, ჩემი პერსონაჟისთვის, რომ არ ვიცი შეიძლება გავიდეს 2 თვე, 3 თვე ზაფხულის მერე და აღდგენის დროს აი რაღაც მთავარი არ გამოგეპაროს და რაღაც არ გაგექცეს პერსონაჟი. აი სულ მაინტერესებს ეგ ბავშვობიდან რომ ამბობენ რომ როლში შესვლა ეს რაღაც მითია, არასწორი სიტყვა, აი შენთვის როგორც მსახიობისთვის ეს რას ნიშნავს? აი არსებობს მართლა ეს როლში შესვლა, რამეს აკეთებ ამისთვის? გაშარჟებულია ეს როლში შემოვიდი, გამოვედი და ვეღარ გამოვედი და მოიცა შევდივარ და ამაზე ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე, მაგრამ როლში შესვლა არის რომ შენ არ გავხარ არაფრით იმ პერსონაჟს, ვისაც ვინც უნდა ითამაშო და შენ ამისთვის ძალიან ბევრს წვალობ, რომ რაღაცნაირად გაიგო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ხა ესეთ ხუმრობაც არის, რომ იდიპოს თუ გაქვს ათამაშო, არ არის საჭირო გამოცადო ყველაფერი, ხო? ასევე არ არის საჭირო გამოცადო ის დანარჩენი უბედურებები, რაც შეიძლება გადატანილი კონდეს გმირს, მაგრამ თუ არ შეიგრძნობ თუ არ მიხვდები შეიძლება ამ ადამიანს მართლა გადატანილი კონდეს ეს ყველაფერი უბრალოდ არ კონდეს იმის ნიჭი რომ ეს ყველაფერი ითამაშოს და დაანახოს სხვა ადამიანებს და განაახოს ის შეგრძნებები რაც შეიძლება როდესმე ქონია. აი იცი როგორი რამეა, ხანდახან ვფიქრობ რომ ისეთ ეგოიზმში ხარ გადავარდნილი, ეგოიზმში კი არა, ისეთ აი რაღაცა მაძიებელი ხარ სულ და შემგროვებელი, რომ აი რაღაც საშინელება რომ მომხდარა, ჩამიხედავ სარკეში რომ დამემახსოვრებინა. ხო ხო, აი რაღაც არის რა, ისეთი რაც აი აგროვებ, იმიტომ რომ შეუძლებელია როცა სულ მუშაობ, რომ რაღაცები არ გაიმეორო, მე რაღაც ნამდვილი შეგრძნება გაინტერესებს. და ხო, ესეთი რამეა, მაგრამ აკვირდები ხო სხვა ადამიანსაც, როგორ უხარია, როგორ წუხს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ
არ იზიარებ და სოლიდარული არ ხარ იმ ხინშიც და გასაჭირშიც, მაგრამ სხვა თვალით უყურებ კიდე ამ ემოციებს, რაც შეიძლება თუნდაც ტრაგიკულ მომენტში მიიღო. აკვირდები რა ემართება ამ დროს და ეს აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში გადადის უკვე. და ის რაც აი შენთვის რთულია, იმიტომ რომ ან რაღაცის გრცხვენია, ესეც არის ხოლმე. მე უკომპლექსობა არ მჯერა რა არის საერთოდ ხო უკომპლექსო კი არა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსიანი ხალხი ვართ მე თუ მკითხავ ნუ ვინ როგორი ხა ყველაზე არ შეიძლება ისაუბრო მაგრამ ძალიან სტილობ ხოლმე კარგი მსახიობი რომ იყოს ნამდვილი და კი ხანდახან არის ხოლმე რომ ტექნიკურად თამაშობ მაგრამ შენ როცა გააქის ცოდნა შეგროვებული რას გჭირდება აი ბოლოს მაგალითად კარმენზეც გქონდა ის რომ ძალიან ბევრი ვიმუშავე მანამდე ფრეკენჟულიზე რაღაც ბევრი პერსონაჟი იყო ისეთი რაზეც ბევრი ვიფიქრე როგორ ყოფილიყო ეს ნამდვილი და არა რაღაც ზედაპირული მიმიკა უბრალოდ და მე რაღაც ბევრი ინფორმაციას რო აგროვებ ეს ილექება და ენერგიის მოზღობების ფონზე თითქოს თავისთავად გამოგდის აი ეს ახსნა შემიძლია თქვა მეტი არ ვიცი როგორ ავხსნა იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ტექნიკა ესე ვერ იტყვი რომ აი როგორ თამაშობ და როგორ მუშაობ როლზე ძალიან ბევრი ჩვენთან ძირითადად სტანისლავსკის მეთოდს ასწავლია მაგრამ არის ლაბანის მეთოდი რაც ძალიან კარგია და ისეთ კარგ შედეგს იძლევა რა ვიცი გროტოვსკის უამრავი მიმდინარეობა ბევრნაირი თეატრია უკვე და მნიშვნელოვანი ის არის ამ შემთხვევაში რას ირჩევ და რა უნდა რეჟისორს და რა შეგიძლია შენ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვანაირი როლები მქონდეს ეგ ძალიან მიხარია ხოლმე ხო ანკა როგორც ვიცი სულ პირველი როლი მიიღე როდესაც იყავი მეორე კურსის სტუდენტი ხო გქონდა ის მომენტი აი წეღან რო ახსენე რომ როცა ვაბარებდი თეატრალურში მე შინოდა იმის რომ ჩემი ნიჭის გამო კი არ მიმიღებდნენ შეიძლება გვარს ქონოდა ზეგავლენა აი როცა მიიღე პირველი როლი გქონდა ის მომენტი რომ ირწმუნე საკუთარი თავის აი მიღწევის შეგრძნება გქონდა რომ გაიხსენო იცი იმის არ მეშინოდა რომ გვარის გამო მიმიღებდნენ უფრო მეშინოდა იმის რომ უფრო მეც მომთხოვდნენ და უფრო დიდი გამადიდებელი შუშით შემომხედავდნენ რაც როგორც წესი ასე იყო ხოლმე იმიტომ რომ ძალიან დიდი კეთილგანწყობის მიუხედავად და პრინციპში მადლიერი ვარ ამ ყველაფრის როგორც გამოხატავდა ხალხის სითბოს და ინტერესს ეს ინტერესის პირველი ინტერესიც ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ მე აბა და აი თავიდან ბოლომდე რომ გათვალიერებენ და მე შეიძლება მე თვითონ მქონდა შეგრძნება რომ ისინი ჩემგან მეცელიან არ ვიცი მე იმას ვერ გეჩვენებოდა ის შეიძლება ხო მე ასე მეგონა რომ შეიძლება ასე ყოფილიყო ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ის ადამიანები მართლა ამ განწყობით იყვნენ ეს ჩემი წარმოდგენა იყო ამ ყველაფერზე და ალბათ ისიც რომ აი შენ არ გეკადრება ესეც ბევრჯერ ვთქვამთ სხვადასხვა დროს სკოლაშიც და ნერეც რომ შენ არ გეკადრება და ნუ ეს პირველი როლის მიღების ემოცია როგორი იყო ძალიან დიდი ბედნიერება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო დღემდე როცა მხვდება ირაკლი ძნელაძე რომელიც ამ პროფესიაში სამწუხაროდ აღარ არის ძალიან თბილად ვიხსენებთ იმ პერიოდს. ვიყავი უკვე დედა, მეორე კურსის სტუდენტი და აი უცებ აი შიში რაც მქონდა რომ აი იქნებ არასწორად ავარჩიე პროფესია არ ვიცი რამდენი დამაკავებ მე როგორი მომავალი მექნება ნეტა იმიტომ რომ ის აქამდე არ გამოგიცდია იმასთან გიწევს თავიდან სწავლა და ხან გამოგდის ხან არ გამოგდის თეატრალურში უფრო გაკლდება ალბათ თვით შეფასება ვიდრე მანამდე გეგონა და წარმოგედგინა და უცებ რაღაცა ესეთი შანსი მომეცა, რაზეც მე მგონი 6 თვე ვიმუშავეთ, როგორც მახსოვს და ძალიან საინტერესო, ესეთი სიურრეალისტური სპექტაკლი იყო. და
შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც წარმატება მომიტანა, იმიტომ რომ ამის მერე უკვე ლევან წულაძემაც დამაკავა მესამე კურსზე დარწმუნში და მე რაღაცნაირად ესე აეწყო. ხო, ან შეიძლება ითქვას, რომ კარგად წარმოაჩინე თავი პირველ შესაძლებლობას. კი, ალბათ. ამბობ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ არსებობს ორი რადიკალური მხარე შენს ხასიათში. ერთი არის ესეთი, რომელიც ძალიან მხიარულია, სხვებს ახალისებს, ამხიარულებს და მეორე უფრო მეტად დათრგუნული, ცოტა გულჩათხრობილი გოგო, რომელსაც მელანქოლიური. ხო, ცოტა ისეთი, რომ ეპარებოდა ეჭვი, არ ვიცი დღეს როგორ არის და ეს მაინტერესებს ზუსტად, მაგრამ ადრე გაქვს ნათქვამი, რომ ეჭვი გეპარებოდა, რომ საერთოდ კარგი მეგობარი ვარ, კარგი ადამიანი ვარ, აი ეს მომენტი შენს თავში დაუწმუნებლობის, ხო, დღემდე გაქვს ესეთი ორი მხარე? ორი კი არა, ალბათ ბევრი მხარე მაქვს, როგორც ყველა ადამიანს. მე საერთოდ ბოლო პერიოდში დავფიქრდი იმაზე, რომ მე მგონი ჩემ ჰაბიტუსთან არ მოდის ჩემი ხასიათი, იმიტომ რომ ერთი მხარეა მართლა აბსოლუტური დეგენერატი, რომელიც აი ყველაფერზე იცინის და მაშინაც კი როცა რაღაც საშიში ან უხერხული სიტუაცია შეიძლება ამიტყდეს იცილი და მეორე აი რაღაცნაირი ცოტა დრამა ქვინი როგორც სახში მეძახიან ხოლმე ცოტა მელანქოლიური ამაც ხოვრების ამაოებაზე ბავშვობიდან მოფიქრალი რაღაცა კაცობრიობის პრობლემებზე ხო იცი რაც რა ვიცი ხა 7-8 წლის ბავშვებს დიდად არ აღელვებთ ხოლმე მაგრამ ეს ორივე მხარე საბოლოოდ ძალიან კარგად მივიღე ისევე როგორც დანარჩენი მხარეები ის რაც აი კარგი მეგობარი ვარ თუ არა ეს ბევრი პრობლემა კითხვები რაც მქონდა ხა არ მახსოვს რომელი ინტერვიუდან იყო მაგრამ მე მგონია რომ ეს იმის სურვილიდან გამომდინარე რომ ძალიან გინდა რომ ძალიან კარგი იყო აი ძალიან დიდი სურვილი გაქვს რომ კარგი გოგო იყო. უბრალოდ ამ კარგი გოგოსთვის ყოველთვის უფრო გულწრფელი ვიყავი ჩემთანაც და სხვებთანაც, რომ ბოლომდე კარგი გოგოს სინდრომი შემეგრძნო და უბრალოდ ბოლომდე კარგი გოგოს როლში ვყოფილიყავი. რაც შეეხება კარგი მეგობარი ვარ თუ არა, ხო არ ვიცი რა, არასდროს არ მცალია რა კარგი მეგობარი მე ვარ, მაგრამ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, გადასარევი ფსიქოლოგი ვარ ჩემი მეგობრებისთვის და მე მგონია რომ რაც წლები გადის, აი ზუსტად ხვდები, აი გრძნობ რა ჭირდება, შეიძლება მართლა ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება ჩემი სახით, შეიძლება უბრალოდ მოსმენა ჭირდება, შეიძლება გამხნევება და ყველას ჩვენი როლი გვაქვს სამეგობროშიც ესეა ხოლმე. დღეს უკვე თვითონ ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა ამაში რომ ჩემ თავზეც და სხვებზეც მემუშავა და სხვა თვალით შემეხედა რაღაცაებს და მგონია რომ ფსიქოტიპსაც ადამიანისას უკეთესად შეიძლება მსახიობი გრძნობდეს იმიტომ რომ თუნდაც ამდენი როლი რო გაქვს დამუშავებული და ამდენაირი ადამიანი რო იცი ეს პერსონაჟები მგონია რომ შეიძლება რაღაც მომენტში ეს ფსიქოლოგიური ნიჭი მაქედანაც მოდიოდეს კი სხვათა შორის აი უკვე მეუბნებიან ხოლმე რომ აბა არ ვიცი ალბათ ყველა ადამიანს გონია რომ თვითონ არ ცდება ხოლმე. მე არაერთხელ შემცდარ ვარ, მაგრამ აი პირველი ეფექტის დროს რატომღაც არ ვცდები. მე გასულა რაღაც პერიოდი და აბსოლუტურად შემცვლია აზრი, მინანია რომ აი ეს წარმოდგენა რატო შემექმნა ინტერნეტ, აი რატო გავიფიქრე უბრალოდ პირველად ეს. და მე მაინც რაღაცნაირად ისე ხდება ხოლმე, რომ ის პირველი ეფექტი ყოველთვის მართლდება. საერთოდ ნაკლებად კრიტიკული ხდები რა, რაც უფრო აი ფსიქოლოგიაში, ადამიანის ბუნებაში, რაც უფრო მეც წვდები ფილოსოფიაში. მით უფრო ნაკლებად კრიტიკული ხარ, მით უფრო გამგები ხარ, მე რა უკვე თითქოს ცოტა ნიჰილიზმშიც გეშინი არ გადავარდე, იმიტომ რომ ასე ყველაფრის გაგება ის, მაგრამ ხო, ნუ აიცი არის მე მგონია რომ მაინც სამართლიანი უნდა იყო, სოლიდარული და ეს გეხმარება ადამიანს, რომ შეინარჩუნო სწორი აზრი, რაღაც სწორ მხარეს დადგე გარკვეულ სხვადასხვა დავაში. და ხო არ ვიცი. მე იცი როგორი რამეა, როცა თამაშობ პერსონაჟს, რომელსაც ეშლება, ხო იქ რაღაც კონფლიქტია. ჩვეულებრივ მოსაწყენ ცხოვრებაზე, სადაც ყველა კარგად იქცევა და ყველაფერი კარგად არის, არავინ არაფერს არ წერს და არ დგამს. ხო. რომ გაიგო ეს ყველაფერი, რომ ითამაშო.
უნდა გესმოდეს და სოლიდარული იყო იმის მიმართაც. ხო, ანუ უფრო ემპათიური ბუნება გიყალიბდება. ასევე მომისმენია შენი შიშების შესახებ საუბარი, რომელშიც ამბობ, რომ ძალიან შიშა რა იყავი ყოველთვის, თუმცა შიში არის სწორედ ის, რამაც შეიძლება რომ გაგზარდოს. აი დღეს როგორი დამოკიდებულება გაქვს შიშების მიმართ, დამარცხებული გაქვს შიშები, აი ყველაზე მეტად რისი გეშინია და აი ამ შიშა რა ხასიათს თუ გამოუწევია ისიც და ემოციურობას, რომ რაღაც მენტალურ პრობლემებში გადაქსვლია, ფოთოებში გადაქსვლია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეხლაც შიშა არა ვარ, მაგრამ ჩემ შიშებზე გამარჯვებას ვსწავლობ ნელ-ნელა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან თუ მეშინო და სცენაზე გასვლის, ეხლა არ მეშინია. არის რაღაც როლები, მაინც სუპროფესიაზე ვლაპარაკობ, ღმერთო რა მეშველებენ, აი ხედავთ ეს არის ჩემი ცხოვრება, რომ აი ამის იქით და სულ მაგაზე დამცინია ხოლმე. ყველაზე ის რაც არის რეალურად თუ გაქვს პასუხისმგებლობა და ცოტა რთული სპექტაკლი, იმაზე ყოველთვის ნერვიულობ. თუ მეშინო და ვთქვათ სიბნელის, ცოტა ეხლაც რაღაცნაირად დაძაბული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამე მარტო არ გავალ. ანუ უპირისპირდები შენ შიშებს, შენ ჰარი პოტერის მაგალითიც გაქვს ნახსენები, რომ გაშარჟება ხო შენი შიშები. რიდიკულოს. ხო. ანუ ამ მეთოდისთვისაც მიგიმართავს, რომ უყურებ პირდაპირ თვალებში შენში. აი პირიქით ვაკეთებ ხოლმე, რომ ძალიან მინდა რომ მოვერიო ამ ყველაფერს. მაგალითად, მქონდა საჯაროდ გამოსვლის შიში, მას მერე რაც უკვე მსახიობი ვიყავი და ერთი მხრივ ხო ძალიან უცნაურია და უკითხოთ, რომ მსახიობ ქალს რა საჯაროდ გამოსვლის შიში გაქვს, მაგრამ როდესაც მე არ ვთამაშობდი პერსონაჟს და ვიყავი მე მართლა გეუბნები რაღაცნაირად პირი მიბუჟდებოდა. ჩემი აი პირველი ინტერვიუები რო ნახო, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია რეალურად. და ამაში დიდად გასაკვირი არაფერია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივდიოდი გადაცემებშიც, იმდენი ვიარე, რომ საერთოდ მოვიხსენი ეს შიში. კიდე რა ვიცი, ბევრი რაღაცის შიში მქონია. მე აი ინტერვიუს შიში თუ აღარ მქონდა, მაგალითად რაღაც საკითხზე საუბრიში ეს კიდე ცალკე პასუხისმგებლობაა, მაგრამ მსახიობები ლიტერატურისთვის რო არის წიგნის ბაზრობაზე, იქაც გავრისკე, გავედი და იცი რა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვგიჟდები ხემ შედეგით, რაც იყო, მჯერა რომ შემდეგ წელს უკეთესი შედეგი იქნება. და რაღაც პრობლემა თუ მაქვს, ისეთი რაც მე ხელს მიშლის, აი ის მგონია, რომ რაღაც შეიძლება იყოს, რომ საერთოდ არ მაინტერესებდეს და იმას თავი დავანებო. მაგრამ რაც ხელს მიშლის, მგონია, რომ იმას უნდა მოვერიო. არ მგონია, რომ ამან ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ცუდი შედეგი გამოიღოს რა. მე რეიც არის შენი თავის დაფასებასაც მეტად სწავლობ, როცა რაღაცებზე გაიმარჯვებ შენ შიშებზე. მე არ ვიცი. მით უმეტეს როცა გაქვს იმის პრობლემა, რომ ცოტა თავდაჯერებულობა გაკლია ადამიანს, ხო, რაღაც თითქოს გინდა რომ დაამტკიცო, რომ შეგიძლია. რაღაცნაირად თითქოს ხასიათის ნაწილია ის, რომ ადამიანები არიან აბსოლუტურად თავისუფლად რაღაც 10 სიტყვას ატრიალებენ წინადადებაში, 2 წიგნით არ აქვს წაკითხული, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ, რომ არიან ძალიან, ხო. აი რაღაცა მოკლედ შეგშურდება, რომ აი ყოჩახ ფიქრობ, რომ როგორ ახერხებს და აი ეს რო ფიქრობ ბევრს მე ამ ბევრი ფიქრისგან რომ უფრო მოსაწყენი გამოდის ხოლმე შენი ლაპარაკი ხო ძალიან რთულია მაგრამ მე მახსოვს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს და ერთ-ერთი პირველი იყო და ძალიან ისეთი იყო რა საშიში ინტერვიუ წინა დღეს მე მგონი გული წამივიდა თუ რაღაც ისე ვიყავი ჩემი მეგობარი მეუბნება რომ აი რატომ იდიხარო რო იციო რომ ესე გეშინიაო რატომ იდიხარო თან მანდო და ნუ არ ვიცი არც წარმომედგინა რომ არ უნდა წავსულიყავი ხო აი მეგობრებს ხშირად ახსენებ, მაგრამ მაინტერესებს შენი საუკეთესო მეგობარი როგორც ვიცი არის შენი მეუღლე და ძალიან ისეთი ურთიერთობა გაქვთ მეგობრული და შენი პირველი მხარდამჭერია ეს ხშირად გითხოვს. ალბათ ჩემი დისმერი არის ჩემი მეუღლე. და შენს თვითახქმაში მაინტერესებს შენს პარტნიორს რამხელა როლი აქვს? უდიდესი. იმიტომ რომ ჩემი ნახევარი ცხოვრება ერთად ვცხოვრობთ. ხო, ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია იცნო ბავშვობიდან. და როდის გავიცანი, მე მგონი 11-ის ვიყავი და აი 11-ის? კი. და აი ცოტა
ალბათ ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მის გარეშე ისევე როგორც მას, მაგრამ მე მგონია რომ აი ერთმანეთის განვითარებაში ძალიან კარგი როლი ვითამაშეთ. არა მარტო დიდი, აი კარგის მხრივ ვიქონიეთ ერთმანეთზე ზეგავლენა. აი არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს, თითქოს ერთი მედლის ორი მხარე ვართ. ძალიან განსხვავებულები და აი შეგვიძლია რომ მართლა ხანდახან ყველაფერზე ვიკამათოთ, იმიტომ რომ მე ეს წარმოედგენა მაქვს იმასის, მაგრამ თავარი არის რომ ფუნდამენტურ ღირებულებებში, ფასეულობებში ძალიან ვემთხვევით. და საბოლოოდ ვეხმარებით რომ ვიყოთ ისეთები როგორებიც ვართ. არ ვთხოვთ თავს რომ ძალიან შევიცვალოთ. მე ხა ასაკმა დამაინტერესა 11 წლის რო თქვა 11 წლის ასაკში გაიცანი როგორ მოხდა ეს ამბავი მე შემდგომი განვითარება თავიდანვე მოგეწონათ? მე კი მომეწონა თავიდან, მაგრამ ის იყო 15-ის თუ 16-ის და ნუ ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი. მე 14-ის რო ვიყავი უკვე რაღაცა ტელეფონით ფლირტივით გქონდა და მე უკვე 17-ის ვიყავი, როცა არ ყავდა რა დიდხანს ნანახი, იმიტომ რომ დიდი შუალედი იყო ჩვენ შორის და იმ მომენტში ხა დღეს რო 5 წელი არაფერი არ არის, წლებში ძალიან დიდი სხვაობაა და მე უკვე 17 წლიდან ვართ ერთად მე რო 17-ის ვიყავი. ანუ რამდენი წელია ქორწინებაში ხართ? 17 წელია. და როგორ აბალანსებ დროს ოჯახს და თეატრს და აი ამ გადაღებებს შორის, იმიტომ რომ შენი პროფესია არის ერთ-ერთი გამორჩეული იმ კუთხით, რომ ძალიან დიდ დროს მოითხოვს და შეიძლება ღამეების თენებასაც. თან ორი შვილის დედა ხარ. იცი ღამეების თენება იშვიათად ჩემ შემთხვევაში სამართლე რო გითხრა, იშვიათად რა შეიძლება რაღაც გადაღება იყოს თეატრში, აი წინა საპრემიერო შეიძლება 1-2 მოგვიწევს. ეს შემთხვევა ჩვენთან არ არის. მაგრამ ძალიან დიდ დროს მოითხოვს და რა დროსაც თეატრში ატარებ კიდე სახლშიც მოყვება ხოლმე ის ფიქრები. მაგრამ ნუ არ ვიცი, ვცდილობ, ძალიან მეხმარება ყველა და ეს რომ არ ვთქვა რომ ძალიან დიდი ხელშეწყობაა ჩემთვის, რომ ის საქმე ვაკეთო, რაც ძალიან მიყვარს. არ შეიძლება. ჩემი შვილი ჯერ უფროსი დამყავდა და ეხლა უმცროსი დამყავს თეატრში, რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე. ნუ იმ 11-12 სპექტაკლიდან ნახევარზე მიმყავს, ნუ რაღაც სპექტაკლები ისეთია, სადაც ნუ ვერ წავიყვან, იმიტომ რომ სხვა არ გამოვდივარ სცენიდან და სხვა ეს არის საჭირო კონცენტრაცია, ტექნიკურ ჯგუფსაც არც ალია იმ სპექტაკლებში. არ ვიცი, რთულია კი, ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რომ აი მომნატრებია ბავშვები, მაგრამ იცი რა ეტაპი, რაღაც პერიოდი არის ხოლმე ძალიან დაკავებული და დატვირთული, რაღაც პერიოდი ისეთი რომ ძალიან შეთავსებადია მაინც ვერ ვიტყვი რომ აი სულ ეს რეჟიმი მაქვს და საერთოდ არ მცალია. ნუ ყოფილა თქვა აი 2 წლის წინ იყო აი ძალიან დატვირთული 5 პრემიერა მქონდა, თან გადაცემაში ვიყავი, პერიოდოთ რაღაც გადაღებები მქონდა და ნუ ეს ბავშვს ესე მართლა დავატარებდი ძიძასთან ერთადაც მომყავდა თეატრში და ნუ ხანდახან ძალიან მენატრებოდა, მაგრამ არ ვიცი, მიუხედავად ყველაფრისა მე ვთვლი რომ მაინც ბედნიერი როცა არის დედა, მისი შვილიც უფრო ბედნიერია. ხო, შენს განწყობას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რაღაც არ დაამადლო შვილს ის, რომ შენს გამო ყველაფერი გადავდე და აი ხო ეს ძალიან ცუდია. ამჟამად ხარ მარჯანიშვილის თეატრის და თეატრის სახელოსნო 42-ის მსახიობი, ხო? ეს თეატრის სახელოსნო 42, რომელიც ლევან წუაძის არის, მაინც ახალია ბოლო წლების არის. როგორ ფიქრობ, ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი სიტყვა თანამედროვე თეატრის ისტორიაში, ასე ვთქვათ? ნამდვილად 3 წლის არის თითქმის ეს თეატრი და ისევე როგორც თეატრალურ სარდაფი, რომელიც იყო პირველი დამოუკიდებელი თეატრი ლევან წულაძის გაკეთებული 90-იან წლებში. ზუსტად წელი არ მახსოვს. ეს თეატრი არის ნამდვილად განსაკუთრებული ჩემთვის, იმიტომ რომ ეხლა დაარსების დღიდან, მაშინ ჯერ როცა არ იყო სარემონტო სამუშაოები დასრულებული, გქონდა რეპეტიციები.
განსაკუთრებული სივრცეა და ეხლა უკვე ლევან წულაძე ამბობს ხოლმე რომ აი ყველა მოძრა რა სივრცეა, ნუ ჯერ პირველ რიგში თეატრია, მაგრამ მისი იდეა იყო რომ იქ ყოფილიყო საგამოფენო სივრცეც, ყოფილიყო ბარიც, კაფეც, ადგილი სადაც საღამოები ჩატარდებოდა სხვადასხვა ხასიათის ძალიან საინტერესოა მართლა თვითონ ინტერიერიც, სცენარი ძალიან კარგი, იმიტომ რომ დიდი სცენაა, მაყურებელიც არც ძალიან ბევრი არის და არც ცოტა არ ეტევა, სადღაც 270 კაცი ეტევა, ძალიან კომფორტულია თვითონ მაყურებლისთვის ყოფნა, ყველანაირად, იმიტომ რომ ბარში შეიძლება სასმელია იყოს და შემოიტანოს და ისე უყუროს სპექტაკლს. ანუ გათანამედროვებული ვარიანტია. და გვაქვს უკვე რაღაცა საქანელები, სავარძლები, აი რაღაცა თითქოს აი სხვადასხვა ნაირი დიზაინით არის შერწყმული ის ინტერიერი. და არის უკვე დღეს მრავალფეროვანი რეპერტუარი. არ უნდა და ისუ ცდილობდა ლევან წულაძე რომ მარჯანიშვილშიც ეს ჩუქურთმები რაღაცით შენიღბული ყოფილიყო და ისეთი სივრცე ქონოდა, სადაც ყველანაირი დეკორაცია მოერგებოდა და ეს ამის ეს შეფუთვა ესე წარმარა არ დაჭირდებოდა. ადრე ქონდა ძალიან კარგი პროექტი, რასაც ესე დეტალურად არ მოყვები, იმიტომ რომ იქნებ გაკეთდეს, ნუ თითქმის გაკეთებული იყო ეს პროექტი, ახალი თეატრი უნდა აშენებულიყო ქალაქთან ახლოს, მაგრამ ეს არ გამოვიდა და საბოლოოდ 3 წლის წინ კიდევ ერთხელ მესამედ გადაწყვეტა რომ აეშენებინა თეატრი და ძალიან უყვარს მაყურებელს იქაურობა. ნუ კიდევ არის ადამიანები არიან, ვინც ჯერ არ იცის. ზუსტად სად არის ეს თეატრი, არ არის ჯერ დამყოფი, ჯერ ვერ მოვიდნენ უნდათ, მაგრამ ჯერ ვერ მოვიდნენ, მაგრამ უკვე ყავს ჩვენი ერთგული და ძალიან საყვარელი მაყურებელი, ვისაც ძალიან უყვარს და არაერთხელ ესწრება ხოლმე სხვადასხვა სპექტაკლს. აი ჭალა როგორი არის სამუშაო პირობებში, ვიცი რომ მას ძალიან ენდობი როგორც რეჟისორს. რა თქმა უნდა. ნუ ალბათ რომ მომისმენთ შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ სუბიექტურიც ვარ, იმიტომ რომ ამდენი წელია ვმუშაობ, ესეთი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ დასის წევრებს და ლევან წულაძესთან რომ ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა გვჯერა მისი როგორც რეჟისორის, მაგრამ მარტო ჩვენ ხო არ ვართ ესე, რეალურად რაღაც გადაცემაში თუ არის ხოლმე ან ქუჩაში თუ გაივლის, ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს იღებს ხალხისგან. მით უმეტეს ამდენი წელი რომ შეინარჩუნო ესეთი ინტერესი და ესეთი აქტუალურობა და სიყვარული, ძალიან რთულია იმის გარეშე რომ თუ არ ხარ გულწრფელი. და გარდა იმისა, მოკლედ რა დადებითი და ესეთი კარგი ადამიანიც არის, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რეპეტიციებიც არის ყოველთვის საინტერესო, სახალისო, საუბარი გვაქვს, არ ვიცი, ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, ფილმებზე, წამოჭრის ხოლმე რაღაც საკითხს და არც დღე არ გავარო რაღაც ისეთი არ გითხრას, რაც შეიძლება შენთვის იყოს ან ახალი, ან არ იყოს ახალი ნათქვამი კონდეს, მაგრამ შეგახსენოს და აი თითქოს ახალი რაღაც სხვადასხვა საკითხზე ფიქრის სტიმულს გაძლევს. რომ მუდმივად წინ იყურო, არ გაჩერდე. ჩემთვის არის მეგობრობის, სოლიდარობის მაგალითი, რომ ყველა სიტუაციაში ძალიან ღირსეული კი არ გამოჩნდე, არამედ ღირსეულად გაიარო შენ გზაზე. ნუ ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ძალიან მისაბაძი ადამიანია, როგორც ხელოვანი, ასევე მეგობარი. და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება, რომ მუდმივად მიყვებოდეს მოვლენებს, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე თეატრი ალბათ სწორედ ამ გამოწვევის წინაშეა, რომ თანამედროვე საზოგადოება რო დააინტერესო და მოიყვანო თეატრში, უნდა მისდევდე ამ აქტუალურობას, ხო? იმიტომ რომ სხვაგვარად რაღაც ისეთი დამოკიდებულება ჩნდება, რომ არ არის რეალური, არ ეხება იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენ შეიძლება ამ წუთას გვადარდებდეს და ასე შემდეგ. მე დღეს უკვე ტემპი უნდა გაითვალისწინო. TikTok-ის ეპოქაში ძალიან გართულდა.
არ ვიცი, იცი მე სულ მინდა ხოლმე ვთქვა, რომ გეხვეწებით გამართლა კი არ გამორთოთ, უბრალოდ შეინახეთ ეს ტელეფონები, მაგრამ რაც მაწუხებს ხოლმე და თქო, შეიძლება გაგუბრაზდეს მაყურებელიო და შეიძლება გაღიზიანდესო, მაგრამ მეც რო ვღიზიანდები და დანარჩენი მსახიობების ხო შეიძლება რომ თქვა, აი ესე რატო უნდა უყურებდე? რატო უნდა უყურებდე ესე სულ? ხო, ანუ როცა სცენაზე ხარ, ამას ხედავ, რომ ანთებული ეკრანები არის. ვანათებს და ხო. არის ჩაბნელება, რომ ამ დროს უნდა შემოვიპაროთ ან გავიპაროთ და სახეებს ხედავთ. განათებას უცებ რაღაცა იმას ფლეშს რა ქვია იმას. ანუ ირღვევა მთლიანად ის აურა რა თეატრში. მე კიდე იცი რა არის, აი ეს არის კიდე რომ აი ესე უჭირავს ტელეფონი და უყურებს და თან მთელ სცენას იღებს და მე მაინტერესებს რომ ამას უყურებენ ცალკე. ან ისიც ძალიან ცუდია, ჩემი პირადი აზრია ეს, ხა ყველას თავის აზრი შეიძლება ქონდეს, მაგრამ სპექტაკლი არის ცოცხალი და ნამდვილი. აბსოლუტურად განსხვავდება ეკრანთან თამაში და სპექტაკლის თამაში. ეს იმიტომ კი არა რომ იქ პათეტიკაა და იქ ნამდვილი, აი ეს არის რაღაც ზედაპირული შეხედულება. უბრალოდ აბსოლუტურად სხვადასხვა ტექნიკაა. და შენ როდესაც ვიდეოთი იღებ იმას, რაც გათვლილია იმაზე, რომ სცენიდან ბოლო რიგშიც იყოს გასაგები და დასანახი, ის რო გესმის უკვე ცუდია. და აი რაღაც გვემართება ხოლმე, როცა ვისმენთ ჩვენ საუბარს სცენიდან, ეს ვიდეო რო ჩაირთვება ხოლმე. და მე ხო იცი რა არის, უბრალოდ ცოტა ხანი უნდა გამორთო და მართლა ეს თეატრი ეგ არის რა ნამდვილია თერაპიულია რაღაც მომენტში ხო რომ გამოეთიშო იმ მომენტში და იქ შეხვიდე. აი შენ ნამდვილ შეგრძნებებს და ემოციებს უნდა დააკვირდე იმ მომენტში რას გრძნობ რომ არაფერი არ გამოგეპაროს ვიდეოზე კი არის ფიქრო როგორ გადაიღებ უკვე ისეთი ამბავი რომ მეც ვიღებ ხოლმე ფოტოს ან რაღაც ქორეოგრაფიულ ნაწილს მე იმას კი არ ვამბობ რომ მე ვარ გამონაკლისი და არასდროს გადამიღია მაგრამ უკვე იცი რა ითვლება რომ შენ თუ სადმე იყავი და ის არ დადე რომ იქ იყავი თუ არ გააზიარე თქვა სტორის სახით აი უკვე გამოდის რომ რაღაც არ მოგეწონა ხეგეთ აი ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მოწ კი ბატონ გადაიღეთ ფოტო აი მე ესეთი თხოვნა მაქვს პირადად როგორც რიგით მსახიობს რომ გადაიღეთ რაღაც ფოტო შეგიძლიათ დადოთ სპექტაკლიდან რაღაც ქორეოგრაფიული ნაწილიც კი ბატონ მაგრამ აი მთელი სცენის დადება მე ხო ნუ სხვანაირი ჩანს და არ გამოდის რა კარგი რაც არ უნდა კარგად გადაიღო. ანკა საინტერესოა შენი დამოკიდებულება ფილმებთან და სერიალებთან, იმიტომ რომ ფართო საზოგადოება მაინც უფრო გაგიცნო, ჩემი აზრით სერიალიდან სიყვარულს მიღმა როცა გადიოდა და მთავარი როლის შემსრულებელი იყავი. აი შენ რომელი უფრო გირჩევნია საკუთარ თავს თეატრის მსახიობად უფრო აღიქვამ თუ კინომსახიობად? იმის მიხედვით თუ თეატრში რამდენი როლი მაქვს შესრულებული და კინოში ან სერიალში რამდენი რა თქმა უნდა თეატრის უბრალოდ ჩვენთან იმხელა სხვაობა სპექტაკლებს და გადაღებებს შორის ხო ნუ ამას ვერაფრით ვერ შევადარებ სტატისტიკურად მაგრამ იცი როგორ მე არ მე მჯერა როცა ამბობენ რომ აი რომელ შვილს უფრო გამოარჩევან დედას და მამას რო ადარებ იმიტომ რომ ორივე შენი პროფესია ერთსა აქ ის რომ ძალიან ცოცხალი ნამდვილი და აი რაღაცნაირად სულ ახალია თეატრის ამბავი და ის არის ის რაც აი ინახება და ვერც გამოასწორებ მერე და თან თუ რამე კარგად დაფიქსირდა ეგეც მართლა კარგია რომ ინახება, იმიტომ რომ აი ამას წინ მაგალითად სპექტაკლმა ისე ჩაიარო რომ დაგენანება, ხო იცი? იმისთვის რომ ეს ემოცია რაღაცნაირად არ დაფიქსირდა, მაგრამ ეს სხვადასხვა რამეა და ორივე მნიშვნელოვანია მსახიობისთვის. როცა ორივე კარგად ფლობ, ორივე ტექნიკას ასე ვთქვათ, მაშინ კიდევ უფრო კარგი მსახიობი ხარ მე ასე მგონია. მე ხო გიცი არის მე არ ვთანხმდებოდი თავიდან ისეთი წარმოდგენა იყო გახსოვს სერიალებზე მე მგონი ჩემი პატარა ხარ ხო ჩემზე კი მაგრამ აი ჩემ დროს ხო 20 რო გადავწვდე ეს სერიალი იყო აი რა იცი რომ აი სერიალი და დღეს უკვე ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ სერიალებში როგორც საქართველოში ისე
ან თეატრი უფრო სოლიდურად ითვლებოდა და სერიალი არ იყო იმდენად. ხო, ნუ კინო სხვა იყო და სერიალი სხვა. ნუ აქ ხომ არ ვიცი როგორც მსმენი ესეც ფიქრობდნენ რომ კინო აფუჭებს, მაგრამ ნუ ეგ ნამდვილად არ მგონია ესე. უბრალოდ მსახიობი და გამოვიდეს იმ როლიდან. კინოს ტექნიკით არ უნდა იმუშაოს თეატრში. უფრო ისეთ შეგნებულ ასაკში გამოვჩდი მაგის თქვა მინდა და სერიალშიც, როცა თეატრში უკვე ბევრი როლი მქონდა შესრულებული და იქაც ძალიან მეშინოდა თავიდან ეკრანი, კამერის ვიმე როგორ მეშინოდა. ძალიან მაგრამ ეხლა უკვე აღარ მაღელვებს, აი ოღონდ როლ პერსონაჟის შემთხვევაში რომ კარგად გამოვჩდები ლამაზად თუ არა თეატრშიც აი მინდა რომ რაღაცები დავამსხვრიო და აი კოკო როინიშვილის შინელში მაგალითად საერთოდ ვერ მიცნობთ რომ მე ვარ ისეთი გრიმი მაქვს აი ცეკვავენ ვარსკვლავების პერიოდი რო გავიხსენოთ, იქიდან გამომდინარე მგონია რომ ექსპერიმენტებს არ უშინდები და რაღაც ახლის ძიებაში ხარ და თუ მოინდომე, აშკარად შეგიძლია რომ ძალიან ბევრი იშრომო შენი მიზნისთვის, რაც გამოჩნდა ცეკვავენ ვარსკვლავებში ძალიან კარგად და შედეგით სახეზე იყო და რამდენიმე თვის წინ ასევე შემხვდა რომ შენ გქონდა პერფორმანსი, თუ არ ვცდები ეს იყო ბოლერო, ხო? საიდან გაჩნდა ეს იდეა? ხო, იქ აღმოჩნდა ესე რომ თურმე ცეკვა შემძლებია იმაზე კარგად ვიდრე მეგონა. ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდა ისევე როგორც მე, ასევე ჩემმა მეწყვილე ოთომ და ქორეოგრაფებმა ეს თავიდან როცა მეგონა რომ არავინ არ მიცნობს და უბრალოდ რამდენიმე ტურს გავივლიდი, უცებ ისეთი ჟინი მომაწვა და ისეთ მუღამში ჩავარდი როგორც ამბობენ ხოლმე რომ აი რაღაცა მოკლედ ხო რა ეს თავგანწირვა თუ არ ვიცი რა ქვია შენ სხეული რო უკვე აღარ გემორჩილება კუნთების ტკივილისგან და მაინც რო სტილობ რო ბოლომდე უკანასკნელი ძალებით გააკეთო ის რაც გევალება, ნუ ხო ეს რაღაც ახალი თვისებებიც აღმოაჩინა ჩემში. მაგრამ იცი რა არის ყველაზე სასაცილო, აი ერთი მხრივ ხო ვის არის საღამო უნდა ყოფილიყო, ლევან წულაძემ თქვა რომ თეატრში სხვადასხვა ტიპის საღამოებია და უნდა გავაკეთოთ მსახიობებთან შეხვედრა. ეს არ იქნება ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი ის რომ დამსახურებებზე საუბარი. უბრალოდ იქნება მაყურებელთან, აი ვისაც აი დააუგროვდა უკვე რაღაც როლები მსახიობებს, მაყურებელს რა კითხვა აქვს მსახიობებთან, პერსონაჟებზე, თეატრზე, ნუ შეიძლება ვიღაცას პირად ცხოვრებაზეც ქონდეს კითხვა. და პირველად, ნუ შენი და იყოსო ეს საღამო და ვაიმე მეთქე რაღაც თან ჯერ აქამდე რო არ ყოფილა, ნუ აი მართლა ამაზე სამეწყობი არა ჯერი მის იყოს თქო მეორე იყოს ჩემი და ისე მომერიდა რომ ამ საღამოზე ხალხი ესე გამოპრანჭულები საღამოს იმიტომ უნდა მობრძანებული იყვნენ რომ კითხვები და ესვათ რომ მოუგონე ჩემ თავს ესეთი სტიმული რომ ვიცეკვე ბოლეროს თქო გაჩნდა ეს იდეა. ხო, იმიტომ რომ მაგრამ აი ახლა რა პარადოქსია რომ ერთი მხრივ რომ გერიდება რომ ხალხს იმაზე ხო არ დაუძახებ რომ კითხვები დამისვენ და უცებ ბალეტზე აგივლია რამდენიმე გაკვეთილის გარდა და ბოლეროს ცეკვას რომ მომინდომებ. თან ახლა თავიდან არ ვფიქრობდი რომ 15 წუთს მთლიანად ვიცეკვებდი. ვფიქრობ რომ 12 წუთი თქო მაქსიმუმ 11 წუთი. და საბოლოოდ ისე მოხდა ბევრი რო არ ვილაპარაკო რომ 3 კვირაში მოვამზადე ბოლერო რაშიც მაკა მახარაძე დამეხმარა იმიტომ რომ მარტო ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა და მჭირდებოდა ადამიანი რომელიც და მე როგორც აღმოჩნდა მაკას ასწავლეს ბოლერო და შეესრულებინა მე აქ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეასრულა და მე კოტე მახარაძის საღამოზე რაღაც ნაწილი იცეკვა და მაკა ეს მეუბნებოდა რომ მიდი აბა ბოლომდეო დაამთავროთ ნუ ვიფიქრე რომ გამძლეობისთვის მეუბნება ამას და აღმოჩნდა რომ ბოლოს თლიანად 15 წუთიან ვერსიას რაც არ ვიცი წარმოუდგენელი იყო მართლა
ძალიან რთულია ეს გარედან ჩანს რომ ეს მოძრაობებია იოლი თორე არაფერი მაგ დაგვარი დამიჯერეთ. იმიტომ რომ შენ ცეკვავ ისე რომ თითქოს ამას მთელი ცხოვრება აკეთებ და იმ მომენტში ისეთი აი არ ვიცი, იმდენად პროფესიონალურად გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ უყურებ რომ ვიღაც რაღაცას ესე კარგად. ხო, აი ეგეც ალბათ გეხმარება. ხო, ეს თამაშობ, მაგ დროს მოცეკვავეს და ვიცი, მიყვარდა ქორეოგრაფია და ვუყურებდი ხოლმე და ეს უფრო ყურებით დამახსოვრებული არის. და როგორი გამოხმაურება ქონდა? იქ მოსულ მაყურებელს ეს დავახვედრე სიურპრიზად, იმიტომ რომ ამასაც ვერ ვაკეთებდი ესეთ განცხადებას, რომ მე ბოლერო უნდა ვიცეკვო, რას ლაპარაკობ, მეთქი მოვაწყდება ხალხი და იქ რო ვერ ვიცეკვო რის მერე რა მოდის 15 წუთი შოქში ვიყავი. თან რეპეტიციები და მე მთვა აღდგენითი მომიწია სხვის როლზე შესვლა ამ სამი კვირის განმავლობაში და პარალელურად სპექტაკლები მქონდა, რასაც ვთამაშობთ ისედაც. თან ეს ყველაფერი ჩუმად კონსპირაციული აბავი იყო, რამდენიმე ადამიანმა იცოდა სულ რომ უნდა შემესრულებინა, თეატრშიც არ იცოდნენ და საბოლოოდ რომ აი ეს 15 წუთი დამთავრდა და თან არაჩვეულებრივი მოცეკვავეები ბიჭები დამეხმარნენ, რომლებმაც მართლა 3 თუ 4 დღეში ისწავლეს ბიჭი კაცის პარტია, რაც 10 წუთია თითქმის. არ ვიცი, ძალიან მადლობელი ვარ. მიცე მე რას ვფიქრობდი, აი ხო არის შიშიც. ერთი შეხედვით ამბიციაც, ხო? მაგრამ ნატომ ურვენძემ დამამშვიდა, რომ ვისაც ოდნავ მაინც ქონია შეხება ცეკვასთან და ვისაც ცოტა მაინც გამოსდისო. მე მგონია რომ ყველას უფიქრიაო ამ ცეკვის შესრულებაო და ის ფაქტი რომ მე არ ვყოფილ ვარ ბალერინა, მათავისუფლები და ძალიან ამ პასუხისმგებლობისგან. და უკვე მოყვარულისთვის უკვე ყოჩაღი ვიქნებოდი და თუ არ გამოვიდოდა არც მაგაზე გავგიჟდებოდი და არ მოვიკლავდი თავს, მაგრამ ხო, ერთი შეხედვით ეს თავმდაბლობით გამოწვეული რაღაცა ინიციატივა იყო ძალიან ამბიციური საბოლოო ჯამში და უფრო საშიში იყო ჩემთვის იმ პერსფორმანსში შესრულება, რაზეც არ ვიცი, ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მქონდა. ანკა, შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, მაინტერესებს რომ გაიხსენო საუკეთესო პროფესიული რჩევა, რაც მიგიღია და შემდეგ რომ მივცეთ რჩევა შენგან ახალ თაობას, რომელიც შეიძლება რომ ოცნებობდეს მსახიობობაზე ისე როგორც შენ ოცნებობდი, მაგრამ იცი შენც რომ ძველი თაობის წარმომადგენლები ეუბნებიან რომ არ ღირს და არ გინდა და ესეთ ბავშვებს რომლებიც შეიძლება დღეს ოცნებობდნენ, შენ რა რჩევას მისცემდი და მანამდე შენ რა რჩევა მიგიღია, რომელიც აი დღემდე გახსოვს. რომ მეკითხებიან ხოლმე რა მემირჩიო, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ არ ვიცი, მე მგონია რომ ყველა ადამიანთა სხვადასხვა ნაირი რჩევაა საჭირო. იმის მიხედვით რისი ნაკლებობა აქვს და რისი რა აქვს ჭარბად. მე ალბათ ის რჩევა მე მიღია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არა მარტო ჩემ პროფესიაში, ყველა პროფესიის ადამიანს გამოადგება, რომ არ დაკმაყოფილდე მიღწეული შედეგით. რომ როგორც კი შენ იქნები ხიბლში, რომ აი ამას მივახციე და რა მაგარი ვიყავი და მე მაინც მაგარი ვარ და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ, კი, საკუთარ თავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია რომ როგორც კი კმაყოფილდები მიღწეული შედეგით, რაღაცნაირად აჩერებ ზრდას და ვურჩევ ადამიანებს, რომ სცადონ, იმიტომ რომ არ გამოგივა თუ გამოგივა, დღეს უკვე სხვა დროა. დღეს ადამიანები უკვე ბევრჯერ იცვლიან პროფესიას, რაღაც პროფესიები უკვე აღარ იქნება საჭირო, რაც მგონია რომ ჩემ პროფესიას არ შეეხება. და იმის გამო რომ ადამიანებს ბევრი მცდელ, აი აღარ ითვლება რომ 30 წლის ასაკში თუ პროფესია შეიცვალე ან 40 წლის ასაკში შენ ვიღაც ვერ ჩამოყალიბდი კი, მაგრამ რა გინდა? არა, აი უკვე კარგია ის რომ და მოსაწონი რომ შენ სხვადასხვა სფეროში გამოსცადო თავი. ამიტომ თუ ესე გინდათ ის რატომ და დაიტოვო ესე თუ ოცნებად? ნუ კი ბატონო, ეს 4 წელი გაატარე თეატრალში, შეიძლება მე-3 წელს მიხვდე და წამოხვიდე. გოგი მარგველაშვილმა მაგალითად პირველ წელს 8 ადამიანი გაუშვა ჯგუფიდან და სხვა ჯგუფებიდან 4 ადამიანი დაამატა. ეს ძალიან ნორმალურია, ზოგჯერ ხვდები რომ
რაღაცნაირად არ გინდა ყოფნა. ვურჩევ რომ ყველაფერი გამოსცადონ. ხოთ ბევრს ფიქრობ, იმიტომ რომ ხრჩევა ისეთია საპასუხისმგებლობა. არ შეეშინდეთ იმის, რომ სხვადასხვა ჟანრში გამოცადონ თავი ახალგაზრდებთან, რაც უფრო ახალგაზრდები არიან, არ შეეშინდეთ. ბევრი იმუშაონ. და რა ვიცი. ეცადონ რომ მრავალფეროვანი როლები ქონდეთ და ბედნიერები იყვნენ ცხოვრებაში. ანკა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით, მინდა გითხრა მაყურებელს. ძალიან ვისიამოვნე და ძალიან თავისუფლად ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ხანდახან ბევრს ვფიქრობ, აი ესე ვისაუბრე შენთან თითქოს ჩვენ ორნი ვსაუბრობდით მარტო. დიდი მადლობა მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად იყო. გთხოვთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, დაგემშვიდობებით.